ეკატერინე ჭავჭავაძეს ხშირად ახასიათებდნენ როგორც ამაყ, თვითდაჯერებულ, კაცრ და მომთხოვნ ქალბატონს. იგი ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის ულამაზესი მეუღლე გახლდათ. ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანების ოჯახისა და სამეგრელოს პრესტიჟს მუდამ პატივისცემით ეპყრობოდა და იცავდა, ჯერ როგორც დადიანის მეუღლე და შემდგომ როგორც დედოფალი. ამჯერად მის სადედოფლო სამკაულებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც მართლაც და დედოფლის მშვენიერების შესატყვისია. ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილი გარნიტურა იმ გამორჩეულ ძეგლებს მიეკუთვნება, რომლებიც ძალზე იშვიათი სახითაა ჩვენამდე მოღწეული. ჩვენი გადამღები ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს ეწვია. სამეგრელოს დედოფლის დიადემაზე, საყურეებზე, კულონსა და სამაჯურებზე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი გიამბობთ. გარნიტური ინახებოდა დადიანების სასახლეში და 1921 წელს სასახლიდან გატანილ საგანძურთან ერთად ეს გარნიტურიც გავიდა. გავიდა დიადემა, საყურეები და კულონი. რაც შეეხება სამაჯურებს, იგი ამ კოლექციაში დაცული არ იყო. სასახლიდან გატანილი სამკაულები ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზში აღმოაჩინა. დარაჯობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზის ბაზარზე ნახა წყვილი სამაჯური, რომელიც თავისი სტილით სრულ შესაბამისობას ავლენდა ეკატერინეს გარნიტურთან. ამავე დროს ის შესაბამისი იყო იმ ფოტოებისა, რომელიცაც ეკატერინე იყო წარმოდგენილი ამ სამკაულში. და მან შეისყიდა და შეავსო გარნიტური. ასე დაბრუნდა 1945 წელს ეს სამკაულების კომპლექტი საქართველოში. დედოფლის გარნიტურა მხატვრული თვალსაზრისით ძალზედ გამორჩეულია. მთავარ წამყვან მხატვრულ ეფექტს წარმოადგენს ოქროსა და ფირუზის ურთიერთდაპირისპირება, რომელსაც არაჩვეულებრივად ერწყმის ფერწერული მინანქრის ფერადოვანი აქცენტები, გაჯერებული, ძირითადად ლურჯი და ყავისფერი ტონებით. ამავე დროს აქ შემოდის მხატვრულ ეფექტებად ის აჟურული დეკორატიული სისტემა, რომელიც განსაკუთრებით კულონისთვის არის დამახასიათებელი. საკიდები, ასევე კულონზე, საყურეებზე. ძალზედ საინტერესოა დიადემის ტიპი, რომელიც თავისი მოყვანილობით სიახლოვეს იჩენს ანტიკურ ელინისტურ სამყაროში გავრცელებულ გვირგვინებთან, რაც სრულიად ნათლად მეტყველებს იმ უწყვეტ ჯაჭვზე, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებას ჰქონდა ამ უძველეს სამყაროსთან. ეკატერინე ჭავჭავაძის სამკაულებს თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ გარნიტურის ყველა დეტალი სხვადასხვა პერიოდშია დამზადებული. მათში სრულიად ჩანს აშკარად ეპოქალური სხვაობაც, თუმცა შემდგომი პერიოდის ოსტატები ამას ისეთ მხატვრულ განთლიანებას იძლევიან, რომ საერთო მხატვრულ იერსახეში ის ეპოქალური სხვაობა თითქმის არ აისახება. ეკატერინე ჭავჭავაძის გარნიტური კუთვნილ ადგილს იკავებს ქართული საიუბილერო ხელოვნების საგანძურში. იგი თავისი სტილითა და შესრულების მანერით აშკარად აღმოსავლეთ საქართველოს სამხატვრო კერებშია შესრულებული. კერძოდ სავარაუდოა თბილისის საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაწარმოებს წარმოადგენდეს. ამდენად მას განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა პატრონება ჭირდება. დედოფალი ამ სამკაულებს განსაკუთრებული დღესასწაულების მიღებების დროს იყენებდა. მართალია ეკატერინე ჭავჭავაძეს მარტო ეს ერთი სამკაული არ ჰქონდა, მაგრამ ეს იმ ძვირფასეულობიდან ერთ-ერთია, რომელიც თავისი სიძველითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ სამკაულების პატრონი, სამეგრელოს ულამაზესი დედოფალი თავის შთამომავლობას ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასე უზიარებდა. სამყაროს სიყვარული განაგებს, რომელიც საზოგადოების ისტორიას წერს. ებრძვის სიკვდილსა და სიცოცხლეს. სიყვარულის ნიჭი ყველაზე დიდი ნიჭია, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს. ეს იყო ქალბატონი, რომელსაც იხსენიებენ როგორც პატრიოტსა და პიროვნებას. მასში სილამაზე, ნიჭიერება და ძლიერი ნებისყოფა უნიკალურად იყო შერწყმული.